მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელსაწყო ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებთ, მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, რადგანაც ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარის ღილაკი, რათა არ გამორჩეთ ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიარეთ თქვენი აზრი მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარებში. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში PSG-მ მე-12 ადგილზე მყოფი რემსი მიიღო და მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. ამ შეხვედრამდე პარიზულმა კლუბმა ყველა ტურნირის გათვალისწინებით ზედიზედე 9 შეხვედრა მოიგო. PSG-მ ლიდერობა შეინარჩუნა. რემსი კი მე-13 ადგილზე დაქვეითდა. ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და 4 პოზიციაზე ათამაშა. პირველ ტაიმში ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა გარემარბი იყო. მეორე ტაიმში ფლანგს ხშირად ტოვებდა და გამთამაშებლის ფუნქციას ასრულებდა. გონსალო რამოსიც მოედნიდან გასვლის შემდეგ კვარამ ცრუცხრიანის პოზიციაზე გადაინაცვლა. ბოლოს კი მარჯვენა გარემარბი იყო. პირველ ტაიმში კვარა სუდი თამაში ჰქონდა, ინერტული იყო და გამბედაობა ატყდა. მეორე ტაიმის დასაწყისში გააქტიურდა. 47 წუთზე შესანიშნავად იმოქმედა და მისი პასის შემდეგ უსმან დემბელე მანგარიში გახსნა. 56 წუთზე მას შემდეგ რაც კვარას დარტყმა რემსის მეკარემ აიღო, სტუმართა კონტრშეტევა გოლით დასრულდა. ნაკარუ მანგარიში გაათანაბრა. კვარას პარიზულ კლუბში სადებიუტო მატჩი ბურთთან 69 შეხება ჰქონდა. 43-დან 39 პასი ზუსტად შეასრულა. მისი აქტივში 2 საკვანძო გადაცემა, დრიბლინგის 6 მსვლელობიდან 2 წარმატებული იყო. მინდორზე 17-დან 5 ორთა ბრძოლა მოიგო. მეორე სართულზე 2-ვე დუელი დათმო. შეტევაში ბურთი 20 ჯერ დაკარგა. თამაშის წესი 2 ჯერ დაარღვია და მის წინააღმდეგ ასევე 2 ჯერ დაჯანმდნენ. შეხვედრის შემდეგ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ რემსთან პრედასრულებული მატჩი და პარიზელთა ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტი შეაფასა. მომენტები უფრო კარგად უნდა გამოვიყენოთ. როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთი მატჩიდან მეორემდე ლიგა 1-ში ვთამაშობ, ეს ყოველთვის რთულია. რემსი დაცვაში კარგად თამაშობს. მეორე ტაიმი კარგად დავიწყეთ. კარგი საგოლე მომენტები გვქონდა. უბრალოდ რეალიზაცია უნდა გავაუმჯობესოთ. ბურთს ვფლობდით, მაგრამ ასეთ მატჩებში ყოველთვის ძალიან ცოტა სივრცე რჩება და ამიტომ შეტევაში უფრო ეფექტურად უნდა ვიმოქმედოთ. შეუძლია თუ არა კვარას რამდენიმე პოზიციაზე თამაში? ეს არაერთ ფეხბურთელს შეუძლია. დებიუტისთვის დღეს რთული მატჩი იყო. კვარა ჩვენთვის სარგებელი მოაქვს. მან მხოლოდ 4 ვარჯიში ჩაატარა. თანაგუნდელები უკეთ უნდა გაიცნოს. იმედია ეს იქნება ლამაზი ურთიერთობის დასაწყისი მასა და PSG-ს შორის. გარდა ლუის ენრიკესა კვარას დებიუტი თავად ფეხბურთელმა და კლუბის პრეზიდენტმაც შეაფასეს. მატჩი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ჩვენმა ახალწეულმა პირველად ითამაშა და მინდა თქვა, რომ ჩემი მოლოდინები გაამართლა. შეხვედრაში უკეთეს შედეგს ვისურვებდი, თუმცა არა უშავს. ეს ფეხბურთია და ყველა კარგად ხვდებით, რომ ესეც მისი ნაწილია. ხვიჩა ფანტასტიკური ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ, უფრო ძლიერები გავხდებით, მაგრამ მთავარი ვარსკვლავი კლავინდებურად გუნდია. კვარაცხელია კი მისი ნაწილი იქნება. ცოტა გულნაწყენი ვარ, მინდა და მოგვეგო, მაგრამ ფიქრობ, რომ ასე თუ ისე ნორმალური მატჩი გამოვიდა, როგორც ჩემთვის ისე გუნდისთვის, ბევრი შანსი ჰქონდა, რომელიც უნდა გამოგვეყენებინა და რა ვიცი, ნელა ვეცნობი გუნდს, ვეცნობ ფეხბურთელებს და რა ვიცი, ძალიან ბედნიერად ვცნობ თავს, ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელები არიან და ვფიქრობ, კარგად შევეწყობით ერთმანეთს და ეს შედეგები უფრო კარგი და კარგი იქნება. კი, იტალიაში ცოტა ისე არის, უფრო დაცვით ტაქტიკას ასე ვთქვათ, უფრო მეტად უყურებენ და აქ რა ვიცი, ძალიან შემტევი გუნდი ვიყავით და ალბათ ეთყობოდა კიდევაც ძალიან ბევრი მომენტი შევქმენით და ვფიქრობ, ალბათ ეგ ფაზა, ბოლო ფაზაში უფრო ნაყოფიერები ყოფილიყავი და უნდა გამოგვეყენებინა მომენტები, ალბათ ჩვენს ასაკეთად დასრულებოდა თამაში, მაგრამ არა უშავს, ხდება ფეხბურთია და უნდა გავაგრძელოთ შრომა და იმ ბოლო მომენტებზე, ასე ვთქვათ, უფრო მეტი ყურადღებით თამაში. ძალიან რაღაც ისეთ თბილად დამხვდა ყველა, არა მარტო გუნდში, გუნდს გარეთაც მაგზნობინეს, რომ ძალიან დიდი ყურადღება ექცევა ყველაფერს და ერთადერთი რაზეც შენ უნდა იფიქრო არის მოედანი და ვარჯიში. დანარჩენზე ყველაფერზე კლუბის ზრუნავს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი, ფეხბურთელს ძალიან ეხმარება და ძალიან, ასე ვთქვათ, გამიადვილდა ადაპტაცია, ნელა კიდე მჭირდება, რომ უფრო ასე ვთქვათ გავიხსნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კარგად მიდის ყველაფერი, ძალიან დამეხმარე ბიჭებიც და გუნდში, კლუბში ყველა ადამიანი, მწვრთნელმა ძალიან კარგად მიმიღო, ამიხსნა ყველაფერი პრეზიდენტმაც და რა ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ აქ და ვფიქრობ, რომ ჩემს მაქსიმუმს მალე ავაჩვენებ. კი, ანუ თავიდან რომ წავიღე, იყო ერთი ეპიზოდი შემეძლო დარტყმა, მაგრამ ბურთი ცოტა უკან დამრჩა და მე უკვე 3 კაცი იყო წინ და ყველაზე ალბათ ყველა ისტორია გადაწყვეტილება იქნებოდა, რომ დემბელეს ვიმეცა და ძალიან კარგად
მატჩი იასრულა და მადლობა მას, რომ ასეთი ჩამეთვალა. დიდი მადლობა და წარმატებებს ისურვ. ყველაფერი საუკეთესო. კვარა სადებიუტო საღამოზე ფრანგული გამოცემებიც აქტიურად წერენ. ერთ-ერთი მათგანი კი ავტორიტეტული Le Quipe-ია. რემს PSG ხელში ეჭირა. კვარა თავის დებიუტში გადამწყვეტი ფეხბურთელი იყო. Paris Saint-Germain-მა დომინანტური ფეხბურთი ითამაშა, მაგრამ გაშვებული გოლი ძვირად დაუჭრა. ხუჩამ პირველივე მატჩში საგოლე გადაცემა შეასრულა და ეჭიმავს მას ყველაფერი ჯერ კიდევ არ უჩვენებია. პარალელურად გუშინ ხუჩას ყოფილმა გუნდმა შინ იუვენტუსი დაამარცხა. მატჩის შემდგომ კი ნაპოლის თავკაცმა ანტონიო კონტემ ქართულზე ისაუბრა. რა უნდა ვთქვა ხუჩაზე? მას და მის ოჯახს მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. მან თავისი არჩევანი გააკეთა. გავიგე რომ მისი აგენტები დიდი ხნით ადრე აწარმოებდნენ PSG-თან მოლაპარაკებებს და ამაზე გულწრფელად უწუხვარ. ეს ელეგანტურად არ მიმაჩნია, მაგრამ ჩვენ მას საუკეთესოს ვუსურვებთ, რადგან ხუჩა კარგი ბიჭია, ასე რომ ჩვენ წინ მივდივართ. ყველა ფეხბურთელი სასარგებლოა და შეუცვლელი არავინ არის. ეს ამ შეხვედრაშიც დავამტკიცეთ. შეგახსენებთ რომ ხუჩას ტრანსფერი პარიზელებს 75 მილიონი ევრო დაუჭდათ. ქართველი სუპერვარსკვლავი PSG-ს ისტორიაში რიგით მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ტრანსფერია. ცნობისთვის რემსთან ფრედასრულებული მატჩის შემდეგ ლუის ენრიკეს გუნდი საფრანგეთის ლიგაერტს 47 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს. შემდეგ ტურში PSG ბრესტს ესტუმრება. აღნიშნული დაპირისპირება 1 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 8 საათზე დაიწყება. Empoli ჩანელის ინფორმაციით საბა გოგლიჩიძეს ახალი მსურველი გამოუჩნდა. ეს კლუბი ბერგამოს ატალანტაა. ატალანტას ცენტრალურმა მცველმა კოსუნუ მძიმე ტრავმა მიიღო და კლუბი მისი შემცვლელის ძიებაშია. ატალანტას მთავარი მწვრთნელი გამოსტილი სპეციალისტი ჯამპიერო გასპერინია გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობს, თუმცა ბოლო პერიოდში არასტაბილურად გამოდის და სერიაში 4 მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს. შეგახსენებთ გოგლიჩიძეს მილანი და იუვენტუსი ინტერესდებიან. Empoli ჩანელის ინფორმაციით ტურინული კლუბის ცენტრალური მცველის პოზიციაზე ჰელას ვერონას 21 წლის მოთამაშეს დიეგო კოპლანცაც განიხილავს. კრისტალ სპორტის ინფორმაციით გოგლიჩიძეს მომავალი მიმდინარე თვის ბოლო კვირაში გადაწყდება. საბა გოგლიჩიძეს წარმატებული სეზონი აქვს. ტრანსფერ მარკეტის მონაცემებით ზაფხულში მისი სატრანსფერო თანხა 400,000 ევრო იყო. ახლა კი 8 მილიონი ევროა. სერიას მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა. ძალიან კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს და გამორჩეული იტალიური კლუბების ყურადღებას მიიპყრო. ფრანგულმა გამოცემა ფუფულვერთმა, რომელიც უმეტესწილად სენტეტიენზე წერს, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა. ფუფულვერთმა სენტეტიენის მიერ ლიგა 1 სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები თამაში შეაფასა და ზურიკო გუნდის ტოპ ფეხბურთელებს შორის დაასახელა. ზურიკო დავითაშვილი არასტაბილური, მაგრამ გუნდისთვის აუცილებელი. სენტეტიენში გადმოსვლის შემდეგ 23 წლის ქართველ გარემარბს კარგი და ცუდი მომენტები ჰქონდა, მაგრამ რამდენიმე შემთხვევამ, როცა თავი კარგად წარმოაჩინა, საშუალება მისცა სასტარტო შემადგენლობის წევრი გამხდარიყო. დავითაშვილს ბრწყინვალე სტარტი გამოუვიდა, 2 ასისტი სექტემბერში, 5 გოლი ჯამში და ლიგა 1-ის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო ოქტომბერში. იმ პერიოდში ზურიკოს შესანიშნავი სერია ჰქონდა. დავითაშვილმა გუნდთან ადაპტაცია სწრაფად გაიარა, თუმცა მაშინ როცა საკუთარი სტატუსი უნდა გაემტკიცებინა, რეგრესი დაიწყო. მონპელიესთან მატჩის შემდგომ ზურიკოს რთული პერიოდი უდგას. დავითაშვილი სენტეტიენის შეტევებზე იმავე გავლენას ვეღარ ახდენს და ვერც მომენტებს ქმნის. ბოლო 4 შეხვედრაში მისი გოლის აღო 0.13% გახლავთ. მიუხედავად ამისა, იგი კლავინდებურად მწვანეების საუკეთესო ბომბარდირია და მისმა თამაშმა სენტეტიენს 7 ქულა მოუტანა. ცნობისთვის ლიგა 1-ის 19 ტურის შემდეგ სენტეტიენს 18 ქულა აქვს და მე-14 ადგილზე იმყოფება. მწვანეები მომდევნო შეხვედრას 2 თებერვალს ლილის წინააღმდეგ გამართავენ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხი და ლაიქეთ ვიდეო. ასევე არ დაგავიწყეთ გამოიჭროთ ჩვენი Instagram და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.